სალამი მეგობრებო, Open Front-ს დაუბრუნდით, რადგან ძალიან მოგეწონათ და მიხარია, იმიტომ რომ სახელმწიფო თამაში არის და მოდი პირდაპირ ჩავერთოთ არ გვინდა ზედმეტი პრეამბულა. ვართ გიბრალტარის სრუტეზე არ ვართ, ეხა Gateway to the Atlantic ქვია ამ რუკას 51 კაციანი თამაში არის, 11 მოთამაშე არის 51. და მოდი იგივე ადგილი ხო რა ვჭეთ, ზემოთ რა ხდება, მწვანე ტერიტორია არ გვინდა, აქ გავიჭედებით. მოდი ვიყოთ აი აქ. ან ნელა მერე წყალზე წვომაც გვექნება და შეგვიძლია დავიწყოთ. კლიკი. დავიფხროთ ველური გარემო. გარწმუნებული ვარ არანაირი ადგილობრივი მოსახლეობა აქ არ არის და ცარიელი ტერიტორია არის, რა თქმა უნდა, როგორც ყველა იმპერიას შეესაბამება. ისე უცნაური არის ორივე ვიდეო, რომ იგივე თითქმის იგივე რუკაზე გამოგვივიდა, მაგრამ ნახოთ. მე გაგვიმართლებს. თქონა ეხლა არ ვიცი ეს თამაში როგორ წავა. თუმცა მითხარით მხოლოდ გამარჯვებები გინდათ თუ უბრალოდ საინტერესო თამაშები, სადაც შეიძლება ბოლოში წავაგო ან თავიდანვე წავაგო და ვუყუროთ ვინ როგორ ითამაშებს, მაგაზე შემატყობინეთ, იმიტომ რომ როგორი ტიპის კონტენტი დაგაინტერესებდათ. ოკეი, ანონი უკვე ძალიან ახლოს არის ჩვენთან დაუმეგობრდეთ. მოდი გავაგზავნოთ რამდენიმე სენი აქეთ წავიდეთ აქ და შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ბოტების მოკლა. ანექსაცია წინა ვიდეოში არ ახსენი არის, შესაძაც რომელი ანონმა უღალატა თავის მეგობარს მაგ და ასევე 0-ზე არის 0 ჯარისკაცები ყავს და ესე უარს ვერ ვიტყვი მე ამაზე რაც ძალიან დაგეხმარება, იმიტომ რომ ამის ანექსაცია შეგვეძლება. ანექსაცია არის, როდესაც რომელიმე ტერიტორიას ბოლომდე შემოარტყავ წრეს და თუ შეუტიე ეგრევე მომენტალურად იპყრობ იმ ტერიტორიას, ასე ნიშნავს, რომ არ გიწევს ესე დროის ხარჯვა ამ იმების ტერიტორიის დაპყრობაზე რა. ლაშქრობა არ გიწევს. წესით ძალიან უსამართლო უპირატესობა მოვიპოვეთ ჩემს ეს, იმიტომ რომ ერთი ქალაქი უკვე გვაქვს, ამასაც მოკლავ ეხა, იმიტომ რომ მოთამაშე არის და მიუხედავად მაგისა მაინც უზომოდ ცოტა ჯარისკაცი ყავს და ასევე საზღვრად არ ყავს ფაქტობრივად არავინ ესეთი სახიფათო, რაც ნიშნავს, რომ მთლიანი ეს დასავლეთ ტერიტორია ჩვენი არის. ძალიან უცნაურია. ფოულერი გვიტევს, ფოულერი არ ვიცი ვინ არის. თვითონ გვიტევდა, ოკეი. ეხლა ანექსაციის დრო არის, იმიტომ რომ როდესაც უმაიდ არჩ დაჩის დავიფხროთ, უკვე შეგვეძლება რომ ტაჯიკ სეტლმენტი დავაანექსოთ. როგორც დაინახეთ, ეგრევე ჩვენი გახდა და არ მოგვიწია არაფრის დახარჯვა. მოდი ქალაქი ცოტა ისეთ ადგილას ავაშენოთ, რომ მე ქარხნებსაც მივაწოთ რა. ტერიტორიები ახლა ჯერ ბოტებს მივხედოთ. მიკროფონს ხო ვიწერ? მიკროფონი, კი. დიალოგი. ჩვენი ფოულერი ეს იყო აქ რომ გავაგზავნოთ ჩვენი ნავი. გამოგვაქვს თავის ტერიტორიიდან, რაც დიდი პრობლემა არც არის, იმიტომ რომ უკვე იმდენად წარმატებული დასაწყისი გქონდა, რომ ჩემი აზრით პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ეხლა შევუტიოთ ეგრევე სულთანეთი, სასულთნე. საინტერესო defense post-ი სანამ აშენდებოდა მანამდე დავანგრიეთ, რაც ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ არ მოგვიწია შენელება. კი ისევ მეორედ უნდა მივასწროთ ამას და თუ მივასწრეთ ძალიან გამიხარდება. ოკეი, და ეხლა დავუმეგობრდეთ, თუ შემოგვიწია რა თქმა უნდა ეგრევე. ოკეი, ძალიან კარგი. უკვე მეოთხე ქალაქს დავიფხრობთ, თუმცა ჩვენი ქალაქის მასი ჯერ არ გაზრდა 500,000 არის ისევ. აი ამაზეც თუ მივასწრეთ ძალიან გამიხარდება, არ ამგონია მივასწროთ, ვერ მივასწრეთ, ძალიან ტრაგიკულია. თუმცა არა უშავს, შემოსავლები გვაქვს, პორტი უფასო შეხვდა აქ, ასევე პორტის შემოსავალი არის დამოკიდებული რამდენი დიდი ხანი გაიარა გემმა და ესეთი შორს რო არის, უფრო მეტი შემოსავალი გვეკუთვნის, ვიდრე ძალიან ახლოს რო იყოს სხვა პორტებთან, აი აქ რო იყოს და აქ რო იყოს, სხვაობა არის რა. გავლილი ტერიტორიაზე უფრო მეტი შემოსავალი გექნება. მოდი ახლა friendly traders დავუმეგობრდეთ და იმედი გქონდეს რომ მართლა friendly არის და მართლა ტრეიდერი არის. კიდევ ერთი ქალაქი ავაშენოთ და ჩვენ ახლა გვინდა რომ აქ ავიდეთ რამენაირად რომ წვა მოვიპოვოთ ცოტა ჩრდილო ტერიტორიაზე. Worship-ის ფული არ გვაქვს სამწუხაროდ, ამიტომ მოდი ახლა ბოუთი გავაგზავნოთ აქ. ნახოთ არც ანონს არ აქვს worship-ის ფული და იმედი გქონდეს რომ რამენაირად ავალთ ზედა ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ქაოსი არის და ამ ქაოსის ექსპლუატაცია შეგვეძლება ჩვენ თუ კი აბედით ეს worship-ები
ჩვენები არის, ჩვენი მეგობრობის worship-ი არის, კვეთილად როდესაც არის space რო დააჭერ, შეგიძლია ნახო მტერი ვინ არის, მეგობარი ვინ არის, ვისი ტერიტორია სად არის, საზღვრები და ასევე რელიეფი. იმიტომ რომ ეს თეთრი მთები ლაშქრობას ანელებს. უფრო ნელა მიდის შენ ჯარისკაცები და აქედან გამომდინარე მწვანე ტერიტორია უფრო მნიშვნელოვანი არის. კილიანმა როგორ მიგვასწრო, არ მიგვასწრო, ოკეი, ძალიან კარგი. ფექტორია იყო და ფექტორია ეს გვაწყობს, იმიტომ რომ მეგობრებთან ვაჭრობ ფექტორით, უფრო მეტ შემოსავალს იღებ. მოდი ახლა ჩვენ აი ესე აქ დავსვათ, რომ ეს ნეტვორკი უფრო გავაერთიანოთ. ანონი დავასრულოთ ჩვენი და ყრობა და მოდი ახლა ეგრევე სევილის ქალაქს შევუტიოთ და შემდეგ იქნებიან ემირატები გრანადას ემირატები იქნებიან შემდეგი ჩვენი მსხვერპლი. ანონი 4 ქალაქი აქვს, ჩვენ 5 გვაქვს, მაგრამ მოდი არ გვაქვს ამას შეტევის თავი. შემდეგი ჩვენი მსხვერპლი იქნება დიდი ალბათობით ბურტი და ეროლსაინი თუ ანონი დაგვიმეგობრდება. ფრანკლინ ტრეიდერი გვემეგობრდა ძალიან კარგი იმედია პროცესში. კილიანმა ქალაქი ეს მანამდე დავკარგეთ იმედი მაქვს, ხო? რაღაც მახინაციები არ ჩაატარა. მოდი აქ დიფენს პოსტი ავაშენოთ, ახლა ჩვენ კიდე ერთი ავაშენოთ, რომ ეროლ ვიღაცამ არ შემოგვიტიოს, ან თუნდაც კომფორტულად არ იგრძნოს თავი, რომ შემოგვიტიოს. რადგან როდესაც ჩვენ ემირატების დაპყრობაზე გადავალთ, კიდევ ერთი ქალაქის ფული გვაქვს და მოდი ეს ქალაქი ცოტა აქეთ ჩამოვიტანოთ. უსაფრთხოებისთვის და შემდეგ გავიდა FK გავიდა ეს ზზები ნიშნავს რომ თამაშთან გასული არის და რაც ნიშნავს რომ თუ მეგობარი ყავს რომელიც გავიდა ალიანსი როდესაც გაქვს ადამიანთან შეგიძლია რომ ეგრევე შეუტიო ამ შემთხვევაში ნუ ეხა არანაირი ალიანსი არ გვაქვს ძალიან უცნაური თამაშია იმიტომ რომ აქ დააფულსენდეს ეგრევე ნოლამდე ჩამოიყვანეს თავი ჯარისკაცები და უღალატეს ძალიან ბევრი ადამიანი 1 2 3 გადის თამაშიდან ცოტა უცნაური მოვლენები არის, თუმცა მე არ წუწუნებ, იმიტომ რომ სარგებელს მევნახულობ ამ უცნაურობისგან. შემდეგი მსხვერპლი იყოს, მოდი ეროლსანი და შევუტიოთ ძალიან ბევრი ჯარისკაცი. იმედია ფრანკლინ ტრეიდერი არ გვიღალატებს, მოდი ნახოთ მეგობრები ყავს თუ არა, რა თქმა უნდა ყველა სამეგობრება. პიერო 11 ქალაქი, არ არის პრობლემა. მეგობრეთ. ჯარისკაცების და ზედმეტი მომივიდა და ასევე ამას რომ დავუმეგობრდით პიერომადას თავისუფლად უკვე შეუტია ალფარაშობა 6 ქალაქი აქვს. ჩვენ უნდა ვიყავით 10 ქალაქი. ოკეი, არც ერთი ქალაქი ჩვენ არ შეგვერგება, იმიტომ რომ არ გვყავს ჯარისკაცები საკმარის რაოდენობით. მოდი ალფას დავუმეგობრდეთ, იმიტომ რომ ახლა უკვე EA-ს დაითრია რაკეტის ლაუნჩერი, საილო. დაგვემეგობრდა ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ეხლა ჩვენ გვინდა ტერიტორია აი Kingdom of Valencia-ში რო შევიდეთ, ნელ-ნელა ძალიან კარგი იქნებოდა. უბრალოდ ჯარისკაცების რეგენერაციას უნდა დაველოდოთ. Kingdom of Valencia გვემეგობრდა არავითარ შემთხვევაში. შემდეგი მსხვერპლი შენ ხარ ჯიგარო, ოკეი, ღალატობს, ეგრევე უნდა ავიდეთ აქეთ და შევუტიოთ ლოდინის ფუფუნება აღარ გვაქვს უკვე. და ბოლომდე შევუტიოთ ეს დეფენს პოსტი უნდა გავაანგრიოთ, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. როდესაც ეს გახლეჩილი ფარი უჩანს, ესე იგი მოღალატე არის და უფრო მარტივად ლაშქრობენ შენ ჯარისკაცები, ანუ დიფენს დებაფი არის ჩათვალეთ რა. ეგრევე გადავიდეთ რომ დრო არ დავკარგოთ და შევუტიოთ ძალიან ბევრი ჯარისკაცით. კილიანს ოკეი, დავმეგობრდოთ ისევ განვაახლოთ. ეს როდესაც ლაპარაკობ ყურადღება მიფონდება, აქ არის Alliance-ის renewal-ები. ეს მე ვარ ხო? კარაკა მე ვარ. ანონი 29 ქალაქი უნდა ვიმეგობროთ, ძალიან კარგი. ეს ორი ქალაქის ამერიკალაკის და ცოტა შეტევა და მე Alliance-ის აღება შემეძლო იდეაში, მაგრამ ურთიერთობებისთვის ეგ არ არის ძალიან კარგი რომ ესე მოპარო რა. აქედან გამომდინარე ავარჩიე რომ უბრალოდ შეერგოს ის ორი ქალაქი. ახლა ჩვენი მიზანი არის რომ გქონდეს ბომბა 5 მილიონზე ზემოთ უნდა ვიყოთ რომ ატომური იარაღი არა და მეორე წყალბადის იარაღი გქონდეს რომ ვინმე თუ გიღალატა ან შემოგვიტია ეგრევე რომ ესროლოთ ეს აქამდე რამდენად მარტივად ჩავალთ worship-ები აქ ამ ადამიანს აქედან რომ ჩავიდა წესით პრობლემა არ უნდა იყოს მოდი ვსადოთ აი აქეთ ჩასვლა არ ამგონია გამოვიდეს ცოტა ერხული სიტუაცია. აი აქ რომ დინარე იყოს შეგვეძლება და რომ დინარე წასულიყავით, მაგრამ მოდი ესე ვცადოთ და საიდან წამოვა მნიშვნელობა. მგონი ჩავდივართ, მეგობრებო, მგონი ჩავდივართ, ძალიან კრიტიკული სიტუაცია არის, იმიტომ რომ მე ამ ხალხსაც დავიპყროთ, ძალიან სუსტი მეზობლები ყავს, friendly traders და სამწუხაროდ ჩვენთვის საბედნიერო და იმისთვის სამწუხაროდ ემეგობრება და აქ ნეგომნიო ჯერ ვერ უღალატებს და რაც შეიძლება მალე ეს worship-ი არ უნდა ამაში არ უნდა დაინახოს ჩვენი ნავი და
როგორც კი ჩავალთ, ეგრევე შევუტევთ ძალიან ბევრი ჯარისკაცით. მაქს კიდე ერთხელ დავაჭერთ. მოდი 400,000 ჯარისკაცით ვუწევთ, რაც ნიშნავს, რომ შედარებით მარტივად უნდა შევუტიოთ. თლიანი ჯარისკაცები რომ დახარჯოს, ოკეი, უღალატა თავის მეგობარს რომ სხვებმა დაიპყრონ, რაც მოსალოდნელი იყო, თუმცა შემდეგი მსხვერპლი ეს იქნება და შეგვიძლია უკვე შევუტიოთ ამ კიზაკს. ეს არის აი ძალიან ცუდი ტრენდი ამ თამაშში, იმიტომ რომ როგორც კი იგრძნობენ რომ დამარცხებულები არიან, ეგრევე თავიანთ მეგობრებს ღალატობენ და იმათ აძლევენ ტერიტორიას, როდესაც შენ დაიმსახურე ეგ ტერიტორია ბუნებრივად ხომ? Friendly Traders ცოტა ხანი დაველოდოთ რომ მივწეროთ ნუკლეარი რომ აგაფეთქებ მეგობარო თუ არ დამემეგობრდები. ძალიან ბევრი ფული მაქვს. და არ მგონია გიღირდეს. მოდი მომემზადოთ. ოკეი, ძალიან კარგი შეგვიძლია შევუტიოთ აი ამ ადამიანს. ჩქარა ვქნათ რომ ვერ ააშენოს თავისი რაკეტის ლაუნჩერი, missile silo. სიათას და всё, ელიმინაცია ჩვენი არის. ეს AFK არის და ძალიან კარგი არის, შეგვიძლია შევუტიოთ და ზემო ტერიტორიაზე ავიდეთ და სხვა ერთ იგივე ადამიანია, დიახ. ვაღიარებ რომ ქარხნების ნეტვორკი არც თუ ისე ძლიერი გვაქვს. მოდი ახლა ცოტა განმავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა და ცოტა ხანში როდესაც ჩვენი ჯარისკაცები პირველ რიგზე ვართ ისა გვაქვს ვიგვინი გაგოჩნია მეგობრებო რეილ ნეტვორკი მიდის ძალიან კარგი არის აქეთ რა ხდება მოდი ნენელა ჩამოვიყვანოთ აქეთ და შევეცადოთ რომ ფული ვიშოვოთ უკვე პროცესში ვიღაცა იპყრობს ჩვენ worshipებს უბრალოდ ჩვენ სავაჭრო გემებს. ავდივართ. ეს საილორო დავითრიო კარგი იქნება, იმიტომ რომ მაინც ყველა ტერიტორიაზე რო გაქვს რაღაც შემტევი იარაღი რესურსი კარგი არის. შემდეგი მსხვერპლი ალფა კერი იქნება, იმიტომ რომ ჩვენი ქალაქია, ქართულ ისე ბევრი ჯარისკაცი აქვს და რაც მნიშვნელოვანი არის, არა აქვს წყალბადის იარაღი. გეოპოლიტიკაში მეგობრებო, თუ ქვეყანა გინდათ რომ წარმოდებული იყოს, უნდა გქონდეთ ოკეი, დავაიგნოროთ ეს. ვერ მოასწრებს იარაღის აგროვებას და ჩვენ დავალდებით ჩვენი იარაღების ჩვენი ჯარისკაცების რეგენერაციას. თუ გეოპოლიტიკაში გინდათ რომ წარმოდებული ქვეყანა იყოთ, ატომური იარაღი უნდა გაკაშდეთ, არ დაუჯეროთ პროპაგანდას. არ არსებობს ქვეყანა დედამიწაზე, რომელსაც უტევენ და აქვთ ასევე ატომური იარაღი, რაც ნიშნავს, რომ არ დაუჯეროთ პროპაგანდას, ყოველთვის ატომური იარაღი გქონდეთ არსენალში. კაზამის უნდა ალიანსი, კაზამი პირველ ადგილოსანი თამაში არის. ამასთან ალიანსი აღარ გვაქვს და ატომური იარაღი მესროლა უკვე მგონი არა, never mind. შევუტიოთ, ავიდეთ ეგრევე ზემოთ და დავიპყროთ ტერიტორია. ძალიან კარგი. ოპა, ვიღაცა მიღალატა. ეს არ მომწონს და არ მგონია ჭკვიანური გაწყობილება იყოს. ცოტა უცნაური არის. შევაჩეროთ. ჩადი ზემოთ, ჩადი ქვემოთ მეგობარო, რა საკეთებ? რატო არავინ არ უტევს მე მაგას ვერ ხვდები უფრო უცნაური არის ძალიან ბევრი ქალაქი დავკარგეთ იმიტომ რომ გვიღალატა ჩვენმა მეგობრულმა ტრეიდერმა თუმცა აი დეფენს პოსტები ავაშენოთ არ მოგატყუებ და არ ველოდი იმიტომ რომ სულელური გაწყვეტილება არის თუმცა სულელური გაწყვეტილება იმის გათვალისწინებით არის რომ ჩვენ მეზობლებს ვთინი გააჩნიათ იმიტომ რომ ფული ეგეთი ბევრიც არ გქონდა. კარგი, არც ისე წარმატებულად წავიდა ჩვენი ოპერაცია. შევეცადოთ რა ტერიტორიების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ და ვილოცოთ რომ ინფრასტრუქტურის აშენება შეგვეძლება. კაი, ქარხნები, უთხრათ რომ ქარხნები ააშენოს ამასაც და ამასაც. ძალიან მტკივნეული დარტყმა მოგოყენეს მეგობრებო ეს არ მომეწონა. ეს კუნძულზე ვინ არის ჩვენი ადამიანი? მოდი დავამეგობრდეთ ამას. თუ არ დაგვემეგობრდა, უნდა დავბომბოთ, იმიტომ რომ არავს ძალიან ბევრ სავაჭრო გემს, რაც სიამოვნო არის ძალიან. დაგიექსპერტა ძალიან კარგი. ეხლა არის ვაჭრობის ენდგეიმი. მე ჩემი პირველი იმედი ის არის, რომ Friendly Trader და კაზამი ერთმანეთს აშინებენ და არც ერთი არ გარისკავს რომ ანუ რომელიმე ჩვენ პატარა მოთამაშეს გვიღალატოს. ჩვენ ხა ვართ middle power-ები ჩათვალეთ. ჩვენ ვართ ევროპა და რაღაც ლათინური ამერიკა მე და კილიანი და კაზამი და ტრეიდერი არიან ამერიკა და ჩინეთი და იმედი გვაქვს რომ ცოტა დიპლომატიურად
ტრანსპორტი აგვიფეთქდა დიდი ალბათობით ატომური იარაღი ესროლეს ბომბს, როდესაც ისრით წყალში და მხოლოდ ტრანსპორტ შიპს და ვორშიპს აფეთქებს, ალიანსი არ ირღვევა, შეტევად არ ითვლება. რაც ნიშნავს, რომ შეგიძლია რომ ვიღაცის ნავი ააფეთქო, არასასურველი ნავი, ოკეი, კუნძულის ადამიანს ესენი მეგობრები არიან, ეს არ მომწონს, თიმერობენ. ოკეი, კუნძულს სახეს აძრობენ, როგორც ჩანს არა და აიცა ატომური იარაღი და რა თქმა უნდა ჩვენ წავედით რომ კუნძულზე ტერიტორია გქონდეს. ძალიან ცუდი ნავი გავაგზავნე, 30%-იანი ნავი გავაგზავნე, რაც არ არის კარგი. ფული არ გვაქვს საერთოდ. ეხლა ჩვენი მიზანი არის, რომ უბრალოდ ქარხნებში ხარჯოთ, არ გვაქვს თავდაცვის ფუფუნება. ფაქტობრივად საქართველო ვართ, მეგობრებო. არ გვაქვს ფული და არ გვაქვს არ მაქვს ფული ვცხოვრობ გლდანში, ვერ დავდივარ რესტორანში და მე არა მაქვს ფულები. იობეხის გულები და ვარსკვლავს ხედავ ლამას ცაზე. დამუშავებს ეს ძალიან კრიტიკული ადგილი არის ჩვენთვის. იმიტომ რომ 4 ქალაქი არის და 4 არა 4-ზე მეტი არის 9 ქალაქი არის რეალურად. ერთ ადგილას, ანუ ერთი friendly trader-მა განადგურა ჩვენი მეზობელი და შემდეგი ჩვენ ვართ მენიუში. უფ. გამოჩადი მეგობარო, ფული ამდენი გაქვს. ოკეი? მეც ვუღალატებ, მოდი მეც უნდა ვუღალატო. მიუხედავად იმისა, რომ ოკეი, ჰიდროჯენ ბომბა. ოკეი, მეგობრად. არა გეყოფა ჭკვიანურად მოიქეცი, დებილი ნუ ხარ, friendly trader-ი ძალიან სულელია მოთამაშეა და კაი, კინკაზამი მოიგო ეს თამაში. ანუ ეხა იფიქრებთ რომ უღალატა კინკაზამი ხო, რატო არ შეუტიეთ, მაგრამ კინკაზამისთვის რო შეგვეტია ჩვენ friendly trader-ი უფრო მარტივად გადაურჩებოდა ამ ბრძოლას და რეალურად friendly trader-ის ნაბიჯი ის უნდა ყოფილიყო რომ კინკაზამისთვის შეეტია. ოკეი. გავუგზავნოთ ჩვენი პირველი მედალი, იმიტომ რომ აშკარად გაიმარჯვა. ოკეი. ეხლა ჩემ ფიქრის პროცესს მოგიყვებით, როგორ განვითარდებოდა, ანუ რეალურად შეგვეძლო რომ კინკაზამისთვის შეგვეტია, მაგრამ ნაღალატებ კინკაზამისთვის შეგვეტია ჩვენ friendly trader-ი მარტივად მოიგერიებდა, რეალურად ძალიან ძლიერი იყო friendly trader-ი. ასევე ღალატი უყარს. აქედან გამომდინარე ჩვენ უსაფრთხოდ ვერ იქნებოდით. ჩემი იმედი ის იყო, რომ friendly trader-ი შეუტევდა კინკაზამის, რაც არ გააკეთა, თუ შემჭირდა მილიონი ჯარისკაცი ყავდა და არ დააკლდა რაოდენობა, რაც ნიშნავს, რომ არ გაანულა კინკაზამის შემოტევა. აქედან გამომდინარე, ანუ უბრალოდ დებილივით იჯდა და მე არ მომცა საშუალება, რომ ეს ტერიტორია დამიპყრო რა, მე მაგის იმედი მქონდა. რეალურად friendly trader-ს ისეს და ასეს დანძრეული ქონდა. უბრალოდ თლად ისე არ მოიქცა, რომ ჩვენ გამოსულიყავით გამარჯვებულები ამ გასვლიდან. კარგი, შემდეგი თამაში დრო არის. გნახავთ შემდეგ კლიპში.